გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. არსებობს ეგეთი მითი, რომ სამეგრელოში არის მარტო ძილთად არის მარტო თხილი. არის ცოტა ციტრუსი, არის სიმინდი და მე ცოტა კივი. მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება კიდე მოვიყვანოთ სამეგრელოში, რომ იყოს მომგებიანი ფერმერისთვის. ვაანალიზებთ ამ სიტუაციას და მე შევხვდით ჩვენ ძველ მეგობარს გიორგი გაბუნიას და გვინდა ახლა ჩვენ გაჩვენოთ აქ პრინციპში რა გააკეთე ეს კაცი ერთ წელიწადში. თქვენ როგორც გახსოვთ, მუშაობდით გიორგი კომპანია მზაჩიტელში, მე წამოვიდე იქიდან და გააგრძელა თავისი გზა და გააკეთა თავისი ბიზნესი. ჩვენ გვინდა რომ შევადაროთ ეს კულტურა, თქვათ ბოსტნეული კულტურა სხვა კულტურებთან, ვნახოთ რა შეიძლება მოვიყვანოთ დახურულ გრუნტში და შესაბამისად რა შედეგები ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ღია გრუნტში. ეხლა ჩვენი მასპინძელი არის გიორგი გაბუნია და გადავალთ უკვე მაგის ოფისში, შევხედავთ რა საკეთებს, როგორ მუშაობს და მე უკვე გადავალთ ღია გრუნტში. მიზანი რომ ვნახოთ რა შეიძლება მოვიყვანოთ სამეგრელოში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არსებობს ეგეთი მითი, რომ სამეგრელოში ეს არის თხილი, ციტრუსი, იყო ჩაი, არის სიმინდი ყველგან, მაგრამ რასაც ჩვენი ანალიზის შედეგად ჩვენ ვერ დავინახეთ ბოსტნეული კულტურა და ბაქჩიული კულტურა, რაც შეიძლება აქ იყოს მოყვანილი. ჩვენ უკვე ძველ მეგობართან ერთად გიორგი გაბუნიასთან ვაკვირდებოდით რა შედეგი შეგვეძლო მიგვეღო და ვნახეთ რომ ეს ძალიან მომგებიანი საქმე არის და უკვე ამ წლიდან 2019 წლიდან ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი ვაჩვენოთ, როგორც დახურული გრუნტი, აგრეთვე ღია გრუნტი. აქ შედის კიტრი, პამიდორი, სხვა ბოსტნეული კულტურები, როგორც არის წიწაკა, ბადრიჯანი, პლუს კიდე ბაქჩეული კულტურები. აქ სხვადასხვა რეგიონებში ჩვენ დავაყენებთ, როგორც ყოველთვის ჩვენ ვაკეთებთ სადემონსტრაციო ნაკვეთები და წლის განმავლობაში შევხედავთ რა იქნება განვითარება და საბოლოოში რა შედეგები ჩვენ მივიღებთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით გიორგი გაბუნიასთან სტუმრად. ჩვენ უკვე გვინდა ვაჩვენოთ რა გააკეთა ეს კაცი ამ წლის განმავლობაში, რა შედეგები მიაღწია და ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. გიორგი, პრაქტიკულად გავიდა უკვე ერთი წელი, როგორც შენ დაიწყე აქ მუშაობა სამეგრელოში და უკვე მიაღწიე შედეგებს. მოდით აი რო ვთქვათ რა ექსპერიმენტი შენ ჩაატარე და რა შედეგი მიიღე. ერთი ზუსტ ბევრი ექსპერიმენტები პირველ რიგში მოგესალმებით, იმა კეთილი იყოს შენი ფეხი სამეგრელოში. როგორც შენ აღნიშნე, დავიძალით ერთი სიტყვით სამეგრელოში, ამით რომ რაღაცა მითები დაგვენგრია პირდაპირ გითხრათ. იმიტომ რომ მე თვითონაც მეგრელი ვარ, აფხაზეთიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ სულ სტუმრობდი სამეგრელოს, დედულეთი აქ არის ჩემი და თუნდაც პატარა ბაზრებზე, მაღაზიებში, ზაფხულის პერიოდში თუნდაც ხდებოდა მარნეულის პომიდორი, ლაგოდეხის კიტრი და არანაირი რაღაც მეგრული, მაგალითად ან ცაიშის ან არ არის ესეთღაც ღია გრუნტზე თითქმის 0 იყო პროცენტულად რო შევადარეთ სხვა რეგიონებს. გამოკითხები რატო არ არის, ხელი აქვს ფერმერებს ჩათნებული პირდაპირ გითხრათ, რომ არ მოდის, ვერ მოვყავს რაღაცა ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ეს მითები ხო დავანგრიეთ ეს ერთი სიტყვით. გავაკეთეთ სადემონსტრაციო, არა მარტო სადემონსტრაციო, დიდ ტერიტორიებზე, სექტორობით ტერიტორიებზე დავიწყეთ როგორც ღია გრუნტზე, ასევე სასაფთბურე მეურნეობების ახალი ტექნოლოგიებით ერთი სიტყვით. თითქმის არანაირი მუშახელი არ გვჭირდება, იცით რომ მოუჩილება წვეთოვანი სისტემა ასე შემდეგ და ძალიან მაგარი შედეგები მივიღეთ პირდაპირ გითხრათ. თითქმის ყველა კულტურა დავტესტეთ. დაწყებული პირველი ციცაკა დავტესტეთ ახლა სამეგრელოში, მაგრამ მეგრული ციცაკაც აღარ იყო, ვერც ლობიო, აი სიმინდი არის ერთი თხილი კი იცი რომ პრობლემური გახდა და თითქმის განულდა თხილის
და ფერმერს ჯიბე დაუთხელდა პირდაპირ უკითხრა და რაღაც ალტერნატივა უნდა შეგვეთავაზებიან მეგრელებისთვის და ჩვენ თვითონაც ფერმერობა დავიწყდა შევყევით და ჩვენ თვითონ დღეს ფერმერები ვართ დიდ ტერიტორიას ფლობთ როგორც სასათბური ასევე ღია გრუნტებს და დავტესეთ ყველა კულტურა ძიმა ბადრიჯანი ბულგარული საზამთრო ნესვი ღია გრუნტზე დაწოლის მეთოდით პომიდორი კიტრი და ასე შემდეგ და ძალიან მაგარი შედეგები მივიღეთ რატომაც არა ხო ესე თქვა სწორი მოვლა სწორი აგრონომიული ვადები კარგი ნერგი კარგი ჩითილი და ძალიან კარგი შედეგები იყო ტონაჟობითაც გავასწავლით სხვა რეგიონებს ამიტომ შესაძლებელი ყოფილა თურმე ეს და არა ის მითი რომ არაფერი არ მოდის სამეგრელოში და ასე შემდეგ ძალიან მაგარი კლიმატია ზაფხული გვაქვს ხა ხედავთ გარეთ დღეს რა გვაქვს 31 მარტი გარეთ გვაქვს 20 გრადუსი ღამე 10 გრადუსის ქვემოთ თითქმის არ ჩამოდის სენაკში ხობში ხორგაში ცაიში იმიტომ რომ ცხელი წყლები ესე ვთქვათ ნიადაგიც ცხელია თბილია ხო კლიმატიც ძალიან მაგარია შავი ზღვა ახლოს არის და ჩვენ თითქმის ღია გრუნტზე უწყვეტად მოყავს სამეგრელოში ბევრი კულტურა ესე ვთქვათ აქ მინდა ერთი რემარკა გავაკეთო რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ წინააღმდეგი რომ ჩვენ ადავთ წინააღმდეგი ვიყოთ თბილის ან სიმინდის ან ციტრუსების უბრალოდ აქ ჭირდება ანალიზი იმიტომ ფერმერი ეს არის პატარა ბიზნესმენი შეიძლება აი მეტი წყალობით გახდეს დიდი ბიზნესმენი დიდი ფერმერი მაგრამ აქ ჩვენ ვანგარიშობთ აი მიმართულება რა არის ყველაზე მომგებიანი მიმართულება გავაკეთოთ ანალიზი და მე დავდოთ უკვე მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ფერმერს ეხლა ესე ვთქვათ, თუნდაც აი და პლუს კიდე ადავაც წინააღმდეგი ან ლაგოდეხის კიტრზე, ან მარნეულის პომიდორზე, უბრალოდ ბევრი ისე ვაწარმოოთ და მე გავიტანოთ ექსპორტზე. აი ზუსტად ეხლა აქ ჩვენ გვაქვს ტრასა, სადაც აფხაზეთიდან გადმოდიან ძიმები და გითხა ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები აფხაზ ფერმერებთან და იქაც აფხაზეთში იმედია შეგვიშვებენ და სადემონსტრაციო ნაკვეთები გვექნება წელს იქაც გზის პირებში აფხაზმა ფერმერებმაც ნახონ და ძალიან აქტიურად არიან აი თითქმის ყოველ დღე გადმოდიან კარგია რომ დაშვებულია მათი გადმოშვება საზღვარზე და ისინიც კი დაინტერესებული არიან რომ სხვა გზა არ აქვს აი ძიმა პირდაპირ გითხრათ სხვა გზა დღეს ფერმერს არ დარჩენია გარდა ერთწლიან კულტურებზე არ გადაიტანოს აქცენტი ეს არის ბოსტნეული და ბახჩეული მით უმეტეს სამეგრელოში საერთოდ თითქმის ვერ ვნახავთ რაღაც 1 ჰექტარზე მოშენებულ თუნდაც პომიდორს თქვენ წარმოვიდგინეთ როდესაც ქართლში და გორში 100 ჰექტარი მოჰყავთ ხო და გორის პომიდორი ჩამოდის მე ზუგდიდის ბაზარში და ჩაოლებია ზუგდიდელები მეგრელები გორში უნდა იყოს პომიდორი რა თქმა უნდა იცით რომ როგორი სიტუაცია პლუს სამეგრელოში შევქნათ პროდუქტი მაღალი ხარისხოვანი პროდუქტი და გავიტანოთ რაც თავარია ძიმა ჩვენ დავიწყეთ პირდაპირ ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა. ესე იგი უარი უთხარით ჰერბიციდებს, უარი უთხარით სხვადასხვა მინერალებს და პირდაპირ გადასული ვართ ბიოპროდუქტი მოყვავს. მოდის ეს იგივე რაოდენობით თუ ამას სწორად აგრონომიულად გათვლის აგრონომი და კარგად ესე ვთქვათ გაუკეთებს იმ პრეპარატებს, რაც მცენარეს აწუწყებს, ხო? ჩვენ ახლა ვნახავთ მიხარია რომ გვესტუმრე და ცოტა ჩუმად ვიყავით ჩვენ ახლა ეს პერიოდი გვაქვს ძალიან მაგარი შედეგები სათბურებში სადაც შევცვალეთ ის მიდგომა ჩვენ გახსოვს გავაკეთეთ შარშან სამეგრელოზე ესე ვთქვათ რეპორტაჟი სადაც ხელით მიდიოდა რწყვები რა წვეთოვანი რისი რაღაც დაწოლის მეთოდი და ასე შემდეგ გული კი დამეწვა თან სამეგრელოზე რო იყოს მაგრამ წელს თქვენს ნახავთ და ჩვენი მაყურებელის ნახავს და ბევრი ფერმერი ნახავს რომ შესაძლებელია სწორი მიდგომით კარგი შედეგის დადება ამიტომ მე უფრო აქტუალური მიმარჩნია სამეგრელოში ღია გრუნტის ფერმერების გადართვა მით უმეტეს ეს ავადსახსენებელი თხილი ცოტა კი რა სერიოზულ პრობლემებშია. იგი თხილსაც ჩვენს ხო არის მიმართულება რომ თხილსაც უნდა მივხედოთ რა თქმა უნდა მაგაზეც გვაქვს სადემონსტრაციო გვაქვს შედეგები მანდაც მაგრამ ცოტა იქაც ფერმერებს უკვე როგორ აქვს იცი აი
ცოტა ხელი აქვს იმაზე ჩაგნებული, ამიტომ მასიურად თუ ეს წავად, ხილსაც ეშველება. კი ვიცით ეს. და მაგრამ არის ძალიან ბევრი ცარიელი ნიადაგები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავითვისოთ. პირველ რიგში. მე ფერმერი გააკეთოს არჩევანი თვითონ თხილი მოიყვანოს ან პომიდორი მოიყვანოს. არა, ჩვენთან ახლა მოდიან ფერმერები, ჩვენ გვაქვს ფერმერებთან დავიწყეთ შეხვედრები, კიდევ გვინდა რომ რეგიონებში ჩავიდეთ, გამგეობებს მივმართეთ, ბევრ გამგებელთან მეგობრობთ. რავი, ყველას მოუწოდებ, რომ ერთად გავაკეთოთ ეს საქმე. პატარ-პატარა, 1000-1000 კვადრატით მოდიან ფერმერები და აი ბევრს ვერ გავხაჩავთ გიო და მოდი პატარა კი ბატონო, თავარია ჩვენ დავანახოთ უნდა ფერმერს, რომ ეს არის შესაძლებელი 1000 კვადრატზე ჩვენი მოიყვანება, ახლა ჩვენ სალათები მოყავს. სამწუხაროდ ქუთაისში და ასეთ რეგიონებში სათბურებში მოყავთ ეს სალათი და ჩვენ ღია გრუნტზე მოყავს. აი ძიმა უყურე რამხელა სხვაობა ხო სათბურია აშენო და ეს ღია გრუნტზეც მოდის თუ ინფორმაციას მივაწოდებთ ფერმერს. ჩვენ ამას ყველაფერს დავაფიქსირებთ დღეს. იმედია გვეყოფა დრო და პატარ-პატარა დრო გვაქვს. დრო გვაქვს შვენიერია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ამიტომ ჩვენ ახლა სენაკში ვართ დაბანაკებული, სადაც გვაქვს როგორც ტექნიკა ჩვენაც ყოფნის ჯერჯერობით, ტექნიკა, ლაბორატორიები აუცილებელია, სწორი მიდგომა, ძიმა რასაც ვამბობ აგრონომი, ესე იგი ნიადაგის ანალიზი, ნიადაგის კარგად დამუშავება, ეს ყველაფერი თუნდაც ნაკელი შეტანა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ გავაკეთეთ სწორად, გვაქვს შედეგები. და ფერმერი თუ არასწორად აკეთებს, მას შედეგი არ აქვს და ფერმერობასაც ანებებს თავს. ამიტომ ჩემი თხოვნაც იქნება, ჩემი მოთხოვნაც იქნება რომ აი სამეგრელოში, აი დასავლეთში, პრინციპში დასავლეთში გვაქვს ჩვენ ღია გრუნტზე პრობლემა. ქუთაისის აქეთ ღია გრუნტი, აი ქუთაისში კიდე ცოტა რაღაც ფერმერები ღია გრუნტზე, ესე ვთქვათ, შრომობენ. ნუ მაინც ხო, ეს არის ბახჩეულზე. მაგრამ ხო, დასავლეთში ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მე მაქვს მეგრელი ფერმერების იმედი, იმიტომ რომ მეგრელები არიან ესე ვთქვათ, შემართული ხალხი, უყვართ წინ სწრაფვა და ამიტომ მე გონია რომ ახალი ტექნოლოგიებით ჩვენ სხვა ფერმერებს გადავასწრებთ სამეგრელოში და ეს დაწყებულია ნელ-ნელა მოხარული ვიქნები რომ ძალიან მაგარი შედეგები იქნება უკვე ვიცით და ჩვენ წელს ვაჩვენებთ ერთი სიტყვით ყველა ვარიანტში ჩვენ სამეგრული ღია გრუნტზე წელს გვექნება გვაქვს 15 ლოკაცია გვექნება საკმაოდ ესე ვთქვათ რაოდენობის პროდუქტი ეს იქნება სხვაგან არ წავა, სამეგრელოში უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ანაკლია მოდის რაღაც უფრო აქტუალური ხდება ტურისტები სვანეთში, ამიტომ ჩვენი პროდუქცია წელს გამოჩნდება სამეგრელოში და მოხარულები ვართ. კი. იგი ჩვენ ძირითადი მიზანი არის ის, რომ ვაჩვენოთ რა შეიძლება ფერმერი მოიყვანოს სამეგრელოში. კიდევ ერთხელ და ბრავალჯერ გავიმეორებთ, რომ არაფერი არ თავდება თხილით, არაფერი არ თავდება სიმინდით. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ საჭირო არის, მაგრამ დავთვალოთ რა სხვა ბიზნესი არსებობს, რა შეიძლება კიდე მოიყვანოს ფერმერი და ეს არა მარტო იქნება თეორია, ეს პრაქტიკულად ვაჩვენებთ, ყველაფერი იქნება დათვლილი, რამდენი უნდა იყოს დახარჯული ლარი 1 კვადრატულ მეტრზე ან 100 კვადრატულ ან 1000 კვადრატულ მეტრზე და რამდენი მიიღებს შემოსავალს ფერმერი. რა ხარისხი პროდუქტი უნდა მოიყვანოს ფერმერი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა ბაზარზე, რომ ჩვენ შევამციროთ ეს იმპორტირებული პროდუქტი და გავზადოთ ჩვენი შიდა პროდუქტი და პლუს გავთვალოთ უკვე ეს პროდუქტი, რომ გავიდეს საზღვარგარეთ და შემოვიდეს ვალუტა ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში. ესე გავაგრძელოთ. გადავიდეთ ახლა სადემონსტრაციო ნაკრებში. კი ბატონო, მე მოხარული ვიქნები. წავიდეთ ჩვენ ახლა რამოდენიმე დისლოკაციის ადგილ, დღეს ხარი გვაქვს, მაგრამ მოვახერხებთ სათბურში პრობლემა არ არის. ვნახავთ ღია გრუნტზე, როგორც სასათბური მეურნეობის და ერთი მინდა ძიმა დავამატო, რომ ჩვენ ახლა ვაპირებთ დაწყებული გვაქვს უკვე პატარა სათბურების, ესე ვთქვათ, კოოპერატივებია, რაღაცა შეპესებია, იდმე წარმოებია, მათ გაერთიანებას, იმიტომ რომ 500 კვადრატი, 1000 კვადრატი, 2000 კვადრატი იმპორტზე ფიქრი ზედმეტია. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ბაზა, სადაც რამოდენიმე ჰექტარი, ესე ვთქვათ, აიკინძა ფერმერების და ეს უკვე შეადგენს მასას. ძალიან ბევრი ვაჭარი მოდის უცხოეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან. აბა გვინდა პომიდორი კიდე, სადა გვაქვს მეგობარო, ჩვენთვის არა გვაქვს. ხო, ამიტომ
დიდებული საქმე რა, ეს გენიალური. კლასტერი გაკეთდა ერთის ასოციაციის მაგვარი იქნება, ჩვენ გვეცოდინება ვის რამდენი მოყავს, ვის რამდენია გასაკრები, ამიტომ ეს შეიკრიბება ერთი დიდი მანქანა დაიკრიბება წავა მეზობელ ქვეყანაში ფასიც უფრო მეტია. აქ თუ რაღაც სიტყვაზე ვამბობ 5 ლარად ფერმერი იქ $3.50 ეს უკვე ორმაგი ფასია. ფერმერის არაფერი არ მიდის ამ შემთხვევაში, ამიტომ ეს მიდგომები ჩვენ დაწყებული გვაქვს და მე მოხარული ვიქნები თუ შემოგვიერთება აი ფერმერები ერთად დავდგებით, ჩვენს ფერმერები ვართ. ფერმერები ერთად დავდგებით და უფრო წინ წავალთ დარწმუნებული ვარ. გიორგი, ეს ძალიან გენიალური შენიშვნა არის, უნდა მოხდეს გაერთიანება ფერმერების. ჩვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ კოოპერატივებზე, რაც სხვა გაერთიანებებზე. არსებობს გაერთიანება ასოციაცია, რომელიც არის უბრალო არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ ეს არის რას კრისტალიზაციის ცენტრი, სადაც შეიძლება მივიდეს ფერმერი და თქვას, რომ მე წელს ამ და ამ დროს მექნება თქვა 100 ტონა პომიდორი. თქვა ან 1 ტონა, ან 100 კილოგრამი თუნდაც. მაგრამ ეს რაოდენობა უკვე ჩაითვლება, რაღაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია რა არსებობს და როცა მოდის მყიდველი და აინტერესებს ვთქვათ აი უნდა წაიღოს ტრაილერი. ტრაილერი ეს არის 115-20 ტონა. 25-მდე. 25-მდე ხო და უკვე ჩვენ ეს დაგროვდება ეს იქნება როგორც მასა, სადაც უკვე ყველა ერთი ფერმერი 10, 100, 1000 ფერმერი შეიძლება გაერთიანდეს ამ პლატფორმაზე და მოხდეს მაგათი პროდუქციის რეალიზაცია. ძალიან გენიალური შენიშვნა. ეგრე უნდა იყოს, ეგრე უნდა განვითარდეს. არც ერთი ქვეყანა სხვანაირად არ ვითარდებოდა. ხო, ეს ძიმა არის ანალოგები გადმოვიტანეთ. პირდაპირ ახალს ვერ ვიგონებ სამწუხაროდ ნეტა რაღაც ახალის მოგონების შანსი გქონდეს, მაგრამ ანალოგები გადმოგვაქვს. რითიც განვითარდა, შორსაწევით მეზობელი თურქეთი უკვე უმაღლეს დონეზეა, გაასწრო ევრო გადაასწრო ყველას, ხო? ანალოგები გადმოვიდა, როგორ მივიდნენ ფერმერებამდე, როგორ აი ჩვენ ჩითილის თემა როგორ დავიწყეთ, ხო? აუცილებელი იყო საჩითილე მეურნეობა საქართველოს ქონოდა, ხო? მე დღეს არ წარმოვადგენ არც ერთ კომპანიას, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. დარწმუნებული ვარ, მეორე, მესამე, მე-10, 15, 20 საჩითილე მეტიც სჭირდება საქართველოს. ამიტომ ეს საჭირო არის, საჭირო ახალი ტექნოლოგიები არის, კარგი აგრონომები საჭირო, რომელიც არ გვყავს. არა გვყავს, საერთოდ არ გვყავს. ეხლა სტუდენტებთანაც გვაქვს შეხვედრები და გვინდა რომ აი ეს სტუდენტები პრაქტიკოსებად გავხადოთ და არა თეორია თუ უშუალოდ პრაქტიკა არ აქვს სტუდენტს კი არა აგრონომს, ის არ არის აგრონომი. ამიტომ მთელი კომპლექსია არის ბევრი საქმე, მაგრამ გამოცდილებაც გვაქვს ერთი სიტყვით და ესეც უფრო გვიმარტივებს ამ ყველაფერს. ანალოგებიც გადმოგვაქვს, გვეხმარებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ხოლმე ჩვენი მეგობრები, სადაც თანამშრომლები ერთ დროს სხვა ქვეყანაში ჩამოდიან და გვიზიარებენ. ამიტომ ჩვენ გადაგვაქვს ეს ანალოგი და მუშაობს ძიმა. თუ ამიტომ ფერმერების აქტიურობაც ზოგი ენთუზიაზმით მოდის, ზოგი უფულოდ მოდის, ზოგი აი, მაგრამ თავარია ჩვენ ეს დავიწყეთ და დავიწყეთ ისეთი რეგიონიდან, სადაც მე დარწმუნებული ვარ, გადაედება ეს კარგი ამბავი მთელ რეგიონებს და კარგი საქმე გაკეთდება. დარწმუნებული ვარ. ჩვენ უნდა ჩვენ ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი გაჩვენდეს, ეს ყველა ნაბიჯები ვაჩვენებთ, რა პროდუქტი უნდა იყოს მოყვანილი, რა მისთვის არის საჭირო, რამდენი ფინანსები არის საჭირო, აი რამდენი აგრონომი ჭირდება საქართველოს, აი პატარა სამეგრელოს მაგალითზე შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ აქ არის საჭიროება 1000 აგრონომის. რა ანაზღაურება შეიძლება იყოს, ანუ რა პრესტიჟული სპეციალიზაცია არის აგრონომი. მე მგონი აი ეს ზუსტად აი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, შეიძლება გახდეს კრისტალიზაციის ცენტრი, სადაც აღორძინდება ვთქვათ, კერძოდ სამეგრელოში მებოსტნეობა და მებაღჩეობა. ეხლა ვიმყოფებით ისევ სამეგრელოში ვართ, ცაიში, ესეთი ძალიან მაგარი სასათბურე სოფელია, ესე რომ ვთქვათ, სადაც რა თქმა უნდა არის ცხელი წყალი, ესე ვთქვათ, ჭაბურღილი, საიდანაც ამოდის დაახლოებით 95 გრადუსის მქონე წყალია და ყველა სათბური მასშტაბურად არის აქ მოფენილი, თითქმის ერთი თლიანი სოფელი მოიცავს თლიანად სათბურებს, უმეტესად პომიდორი და კიტრი მოიყვანება
ამ სათბურებში. უგემრიელესი პროდუქტი, ერთი სიტყვით, რა არის რაღაცა პრობლემები, ძველი მეთოდებით მიდის მაინც მიუხედავად იმისა, რომ უტარდებათ ფერმერებს აგრო განათლება, ერთი სიტყვით, მაინც ბევრი თავისებურად ძველი მეთოდებით მიყვება ამ ყველაფერს, არის პრობლემები, მაგრამ ესე ვთქვათ, გამოსწორებადია, ჩვენ აქ გვაქვს რამოდენიმე სათბური, სადაც ახალი ტექნოლოგიებით, როგორც იქნა, გადავედით ახალ ტექნოლოგიებზე. მოყავს პომიდორი, რომელიც უკვე ძალიან მაგარ შედეგს იძლევა, დაახლოებით 7-8 კილომდე უკვე ფერმერებს გაკრეფილი აქვს ძირზე. შევალთ ახლა რამოდენიმე სათბურში ჩვენ, სადაც ვნახავთ თუ როგორ არის მოწყობილი, განსხვავება არის ძალიან დიდი თუ მომავალ წელს შარშან რა სიტუაციაც იყო, მთლიანად მოდერნიზება მოხდა სათბურების, იქ თავისი დეზობარიერებით, სამწერელი ლენტებით, მოკლედ ისეთი გარემო შევქმნით, რაც მიახლოვებულია ევროსტანდარტთან. მოდით ყველა ვნახოთ თუ რა ხდება და რა შედეგები აქვს ფერმერებს ახალი ტექნოლოგიით ცაიშის სათბურებში. მოგძანდი. ესე ვთქვათ, აქ გვაქვს ახლა ჩვენ დეზობარიერი. დეზობარია, სადაც რომელიც აუცილებელია. ყველა ვარიანტში დეზობარიერი უნდა გქონდეს, რომ ეს პირდაპირ სათბურში არ შევიდეთ, იმიტომ რომ აქ არის ქლორის დოზა, არანაირი ბაქტერიები, დაავადებები და ასე შემდეგ არ შეგვაქვს. შევედით ახლა სათბურში. განაპირები, ესე ვთქვათ, არც ისე ახალი ტექნოლოგიაა პრინციპში ეს დაწოლის მეთოდი. აპრობირებულია უკვე რამოდენიმე წელიწადია სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სასათბურე მეურნეობებში. ეს პირველად აი ამ სოფელში ცაიში რამოდენიმე სათბურზე იყო სადემონსტრაციო დაკეთებული, მაგრამ როცა კაი შედეგი მივიღეთ, ესე ვთქვათ, გაამართლა ამ მეთოდმა. ეს არის ოქტომბრის დასაწყისში გადატანილი ნერგები. ვარდისფერი პომიდორი გვაქვს ამ სათბურში. ესე ვთქვათ, 5-6 თვეა უკვე ხარობს. დაახლოებით 10-დან 12-13 მეტრამდეა უკვე ერთი ძირის სიმაღლე სიგრძე მცენარის. არის ძალიან მსხმოიარე, ესე ვთქვათ, ჯიში, რომელიც მოყავს, ესე ვთქვათ, სუფთა პროდუქტი, არანაირი ჩარევები, არანაირი გვარჯილები და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ძალიან სუფთა არის და ნატურალური. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეთოდი არ იყო აპრობირებული სამეგრელოში, შედეგით ძალიან რთული იყო და ცუდი ჰქონდათ ფერმერებს, იმიტომ რომ მიაღწევდა დაახლოებით 2 მეტრს და მერე უკვე ვეღარ უშვებდნენ ფერმერები ვერსად. ამიტომ ეს დაწოლის მეთოდი გვაძლევს საშუალებას, რომ თუ მაგალითად თავში არის ნერგი, წლის ბოლოს მეორე ბოლოში ხდება მისი თავი. ერთი სიტყვით, სადღაც 20-30 მეტრიც კი ხდება ამ მცენარის დაწოლა პომიდრის შემთხვევაში. რო არა აქ ცხელი წყლები, ძალიან გაჭირდებოდა პომიდრის მოყვანა. არ ღირდეს, აი გაზზე, ნახშირზე ძალიან ძვირიჟდება ამ ყველაფრის ერთი სიტყვით. ცხელი წყალი ამას ყველაფერს ანეიტრალებს, წარმოვიდგინეთ, გამხელა ესე ვთქვათ, დალოცვილი მიწა არის, რომ გვაქვს ცხელი წყალი, არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ცხელი წყალი და ეს უნდა გამოვიყენოთ. რამდენეთი ძილიდან თქვენ უკვე მოკრეფეთ? და უკვე გაკრეფილი, ესე იგი 10 მეტრში დაახლოებით 15 მუხლი, დაახლოებით 7 კილო თავიდან ზამთარში. ეხლა თუ მაგალითად აგერ ასხია 5-6 ცალი, ზამთარში არ ვაჩერებთ სპეციალურად, 3 ცალს ტოვებთ, ასე შემდეგ, დაახლოებით 7 კილო უკვე ამ ძირებზე არის გაკრეფილი, ხო? 10 მეტრში. ისინი ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, აი ეს რაც цаრიელია ეს, ძიმა, ეს რაც цаრიელია, ესენი უკვე გაკრეფილია, რა თქმა უნდა, აქ უკვე ზემოთ მოაქვს. აბა ახლა აქ კიდე რამდენი მეტრები არის? აი უყურეთ, აი ერთი ძირი. ერთი ძირი. 3, 4, 5, 6, 7, 8. ესე იგი 8 სართული გვაქვს
4-5 წელი, ესე იგი 8 კილო ასხია უკვე ამას კიდე. ესე იგი უკვე გამოდის სადაც 15 კილოგრამი. 15 კილო უკვე არის, მაგრამ ეს უყურეთ, აი უყურე კიდე მოდის, აი უყურე შიგნით კიდე აქვს. კი. 7-8 მოაქვს, მაგრამ ამას არ ვტოვებთ ახლა ჩვენ გააჩნია ვეგეტაციას და ნუ ეს აგრონომების თემაა რა. მინდა რომ ზამთარში, ზამთრის პერიოდში უკვე 7 კილო არის მოკრეფილი და დიახ. ღია გრუნტამდე არის კიდე ვთქვათ ივლისი რო ავიღო. 2 თვე ნახევარი დარჩა. 2 ნახევარი. 3 თვე თითქმის. აპრილი, მაისი, ივნისი. 3 თვე. ეხლა 3 თვეში კიდე ეს რომ მომწიფდება და კიდე გაიყიდება და ეხლა რასაც ფასი არის ამ პამიდორზე, სადაც ზუსტად მაგ დრომდე აქვს ფასი. აი ამ ვთქვათ სტანდარტზე იქნება 250-300 გრამიანი პამიდორი იქნება სადაც 6 ლარი. დიახ. ნუ ეს არის ძალიან დიდი შემოსავალი. წარმოვიდგინე ერთ ძირზე ახლა აქ დაახლოებით 1000 კვადრატია აქ და ვიღაცა იცი რა არის? კიდე ვიღაცა გეტყვის რომ კაი ეხლა თუ ყველას ექნება და იქნება ჭარბწარმოება, აი ჭარბწარმოება მე მაგაში ვერ ხედავ. ეს ზამთრის პერიოდია თან. ეგეთ, მაგრამ ეს არის ისეთი ხარისხის პამიდორი, ეს არის ისეთი გემრიელი, რომ აქ მე უბრალოდ არ ვიცი ვინ არ უნდა იყიდოს ეს პამიდორი. ანუ აქ თუ იქნება საქართველოში ჭარბწარმოება, ეს ადვილად გავა საზღვარგარეთ. ეს არის უბრალოდ ეს თან დიდი მოთხოვნაა ძიმა, ხო, და დიდი მოთხოვნაა ისეთი გატანას. პროდუქტი უნდა მოვიყვანოთ, ისეთი პროდუქტი უნდა მოვიყვანოთ, რომ იყოს მზად უკვე გასატანად. ამიტომ არავის არ შეეშინდათ, რომ ჭარბწარმოება იყოს ეგეთი ხარისხის. არავის ზამთარში ძიმა გვაქვს 95%-იანი იმპორტი, ესე ვთქვათ. პომიდორი, კიტრი, ხო არა, უყურეთ, ზამთრის პერიოდში ჩვენ თითქმის არა გვაქვს პომიდორი ქართული და ზაფხულშიც ასეთი ხარისხი ვერ გვაქვს. ასეთი ხარისხი ზაფხულშიც არ არის, ხო, ასეთი ხარისხი არ არის. ეხლა როგორი გემოქონდა, ხო, აი რაც ზაფხულში ვერ შეჭამ, ასეთ ვერ გაიგებ მის გემოს რა. ეს არის მიწა, ეს არის ნიადაგი, ეს არის აბსოლუტურად ჰარმონირებული პროდუქტი, ჰარმონიული პროდუქტი. აქ არანაირი არ არის ეს რაღაცა ჭარბი, რაღაცა ნიტრატები ან რაღაცა. ეს არის სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ეგეთი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ. კიდე რა მინდა დავამატო, ცხელი წყალი. კი ბატონო, ეს არის ანუ თვითღირებულებაში რაღაცა წვილი შეაქვს ეს, მაგრამ ეხლა ისეთი ფასი არის რომ სხვა აიტანს კი ბატონო აიტანს და გაზი. აიტანს ოღონდ ამ ტექნოლოგიით ესე თქვა უყურეთ სამეგრელოში ძალიან ტენიანობა და ესე უყურეთ ჩვენ მულჩმა დაგვიჭირა ესე თქვა არა ოთქლდა ბევრი დაიჭირა ეს თემა არასხად ზედმე წყალს. რა თქმა უნდა ზუსტად აი გამოწერილი გვაქვს გამინდი როგორია აი ეს თუ არ დაიცავი ძიმა აი ზედმიწევი თუ არ დაიცავი ასეთი შედეგი არ არის. ვერ არის ეხლა ჩვენ ფერმერები შეხედავენ ამ სიუჟეტს და ნახავენ რომ მათი პომიდორი მაქსიმუმ აღწევს 3-დან 5 კილომდე ერთი ძილი. მე არ ვამბობ სერიოზულ სათბურებს, რაც ბევრიც არ არის პრინციპში სერიოზული სათბურები, მაგრამ აი ესეთი მეთოდი, აი ესეთ სათბურში, აი ამ სიმაღლის სათბურში ჩვენ პირველად ესე ვთქვათ შევეჭიდეთ და გამოვიყვანეთ, გამოგვივიდეთ. ანუ ეხლა ეს რასაც თქვენ გესმით, ეს ჩაერთო გამწოვები. იმიტომ რომ ეს არის კონტროლდება ტენიანობა, კონტროლდება ტემპერატურა. თან ეს პროგრამით გვაქვს ძიმა? თვითონ ჩამოვა თავისი თირთვება თითქმის ყველაფერი არის ავტომატურად დაყენებული. მაგ მინდა ვთქვა რომ ზუსტად თუ ვიღაცა იტყვის რომ ეს არის ძვილი სიამოვნება, ჩვენ ყველაფერს დავთვალთ. რა ბიზნესი არის, რამდენი ეს ბიზნესი ღირს, რამდენი ფული უნდა იყოს ჩადებული და რა გამოსავალი იქნება ამ ბიზნესიდან. ეს ყველაფერი დაითვლება და ჩვენ დავდებთ ეს სადაც ინგლისში. კი ბატონო, ჩვენ თანახმოვართ ყველანაირად, უბრალოდ იმა აი ენთუზიაზმი, გამოცდილება ეს ყველაფერი ჩვენ ახლა ფერმერებთან შეხვედრა გვაქვს, სულ მაგას ვეუბნები რომ აქ ძალიან ბევრი ფერმერი შემოდის. აი, ვაიმე ეს რა არის ეს, რო რატო დევს ასე, აი, რო ნანახი არ აქვს, იმიტომ რომ მივიდა, გადაჭრა და ძველი მეთოდი და მორჩა, აი, გვარჯილა, რაღაცა საშინელება ეს მიცა და თავარია ეს ბიზნესი, მაგრამ ეხლა ამის გემოს რო რესტორნებს მიაქვს, რამოდენიმე მეგრულ რესტორანს სამეგრელოში ძლივს გაჩნდა რაღაცა პროდუქტი, სადაც თვითონაც უკვით რომ ზამთარში თუ შეიძლებოდა ასეთი გემრიელი პომიდორის მოყვანა, თან ასეთი ტექნოლოგიით, აი, კი ხედავ რომ ეხლა ჩემთვის ეს ახალი არ არის 20 წლის უკან ვუვლიდით ესე, მაგრამ აქაურებისთვის სამწუხაროდ ეს არის ახალი, არა და ერთი 20 წლის უკან უნდა დაგვეწყო ჩვენც ამ მეთოდით, თუ გვინდა რომ შედეგს მივაღწიოთ. სად 3 კილო და სად 20 კილო. თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის დავადება აბსოლუტურად არანაირი არ არის პამიდორზე. აქ ერთადერთი რასაც შეიძლება რომ დაინახოთ, ეს არის ნიშნები თუთა აბსოლუტის. რომელიც ჩამკვდარია უკვე და ანუ ეს თქვენი ხაფანგებით და ეს ყველანაირად ეს ამ კონტროლებით
თქვენ ამას იცავთ პამიდორს და შესანიშნავ მდგომარეობაში არის. ანუ ეს ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია. ხო, მითი არ არის ერთი სიტყვა ჩვენ ნელ-ნელა მითებს ვანგრევთ. ჩვენ გვინდა რომ პირველი აი გითხარი რომ ვაჭრებს ეს უცხოეთიდან რომ მოდიან. ახლა ჩვენ 1000 კვადრატით რა უნდა გავაკეთოთ? ხო, კაი, გავკრიფეთ 500 კილო, 1 ტონა, მაგრამ 1 ტონა წასაღებად არაფერი არ არის. მოდიან ტურისტები საქართველოში. ჭამენ აი ქართულ სალატებს. რაზე ახვილებენ ყურადღებას? გემოზე. იმიტომ რომ ამბობენ რომ ეგეთი გემო ჩვენთან არ არის. ესე იგი რა არის? ეს არის წამოვიდა მოთხოვნა საზღვარგარეთ. უკვე ეს ტურისტი უკვე ეძებს ანალოგიური პროდუქტი თავის ქვეყანაში. ეს არის უკვე ჩვენ ვაკეთებთ ამ რეკლამას, რომ ეს ტურისტი დაიწყოს ძებნა პროდუქტის ქვეყანაში. მერე უკვე ეს ირთვება ეს ჯაჭვი. მერე მიდის ქსელებში, ქსელი ეძებს თავის მომწოდებელი ჩამოდის საქართველოში. მაგრამ თუ ეხლა ჩვენ ეგეთი პროდუქტი ვერ ვაწვდით, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს ეგეთი პროდუქტი, მაგრამ ძალიან მალე თქვენ თუ ამ იდეას უკვე აიტაცებთ, გვექნება ბევრი, გვექნება კარგი, გვექნება ხარისხი. ჩვენ მზათავარ ძიმა, მე ფერმერებსაც დავპირდი და რამოდენიმე ფერმერი ახლა ეს აქტიური მეგრელი ფერმერები ენთუზიაზმით რომ აი უნდათ მე დავპირდი რომ ყველანაირად აი ჩვენი რესურსი რაც არის, ჩვენი გამოცდილება რაც არის, რითიც აი ეს როგორც მოგყავს, ამას ჩვენ მათ ვასწავლით, ვანახებთ, მოვეხმარებთ. არ რა თქმა უნდა, ჩემთვის მაგალითად პატივი იქნება თუ სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში ჩვენ ვაკეთებთ რაღაცა ქვეყნის საქმეს. ჩვენ ამას რა თქმა უნდა დავეხმარებით და რა თქმა უნდა ვანახებთ როგორც უნდა და თვითონ მომავალ წელს თვითონ ეცოდინებათ. ის კი არ არის რომ აი ჩვენ ყველაფერს ვასწავლით მომავალ წელს ეცოდინებათ ძალიან მაგრად. მე მესამე წელს კიდე მაგრად ეცოდინებათ და მე შეიძლება სხვას დაეხმარონ, შეიძლება კი არა სხვას დაეხმარებიან ისინი და ამიტომ ესე ვთქვათ, შედეგზე ორიენტაცია თუ გვინდა გადავიღოთ ახალი ტექნოლოგიებით უნდა გავიქცეთ. ველაპარაკეთ იმაზე ასოციაციებზე, აი ზუსტად ეს რასაც ჩვენ ვარქმევთ ეს კრისტალიზაციის წერტილი და მე მგონი აი აქედან იწყება ჩვენი აღორძინება, ჩვენი ქვეყნის. კაი საქმე გმინდა რომ გამოგვივიდეს და გამოვა რა. აუცილებლად გამოვა. ეს ჯდება. ჩვენ გამოგვივიდა ძიმ, აი ფაქტი სახელზეა რომ ჩვენ გამოგვივიდა რა. ახლის კონცეფცია არის. რომ ეს დავნერგო ტექნოლოგიები გავაერთიანოთ ფერმერები, შევქმნათ პროდუქტი და საქართველოს იშოვის ფულს. არის სახელმწიფო დახმარებები, სათბურების დახმარებებში, იდეალური პროგრამები, უბრალოდ ეს გამოსაყენებელია ფერმერისთვის. სწორადაა მისატანი ზოგმა გამოიყენა ეს პროექტი ძიმა, მაგრამ ბოდიში ამ პროექტთან დაკავშირებით ბევრმა გამოიყენა, მაგრამ თუ რო ვერ მოიყვანა, ხელი ჩაიქნია. და ის სათბური არის ბევრი სათბური რომელიც არის ისე მიტოვებული. ამიტომ თუ ჩვენ სწორად მოვაყვანიებთ ფერმერს, დავეხმარებით ჩვენ კი არა შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს, აუცილებლად ჩაერთვება იქ აგრონომების გადამზადება იქნება ვიღაცა უცხოელები კიდე ჩვენ ცოტანი ვართ ფერმერები ბევრი, ხო? ამიტომ ჩვენ გამოცდილება გვაქვს, რახან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მოვიყვანეთ ამას, მეხუთეჯერაც მოვიყვანთ და მეათეჯერ და უფრო ვსწავლობთ კიდევ ჩვენ ახლა ყოველ წელს ვსწავლობთ ახალ რაღაც, ახალი დაავადება, ახალი ისა აი ეს ტუტა აბსოლუტურად როგორც იქნება მივაგენით და გავანადგურეთ. სამეგრელოში მით უმეტეს რა. უკვე საფუძველზე ექსენაკში ჩვენ დავიწყებთ რეგულარულად სემინარების ჩატარება, რომელიც თქვენ ნახებთ ჩვენ ეთერში და მერე თეორიული ინფორმაციის მერე ჩვენ გადავალთ უკვე პრაქტიკაში ვნახავთ. აუცილებელი პრაქტიკები რა. თეორიული ცოდნა ჩვენ გადავიყვანთ პრაქტიკაში და ადამიანი თავისი ხელით ყველაფერს ნახავს. გასინჯავს გემოს, სუნს, ნიადაგზე მოყვანილი პამიდორი. ეს არის საუკეთესო საჭმელი, როგორც შესახედად, ასევე ნუტრიციული თავისი თვისებებით. რა თქმა უნდა, ეხლა მაგიტო გადავწყვიტე ჩვენ იყო მსჯელობა, მოდი უმიწოზე უფრო კაი შედეგი გვექნებოდა. უმიწოზე უფრო კარგი შედეგი გვექნება, უფრო მეტი მსხვილი იქნება, მაგრამ ეს ჩვენ გვიღირდა იმისთვის, რომ ნიადაგიდან უფრო მეტი მინერალები აიღეს, გემოც სულ სხვა, ხარისხი სულ სხვა და ფასიც განსხვავებულია. მაგას ბიოლოგიურად სრულყოფილი პროდუქტი. რავი, ფერმერებს, რა ვიცი, თხოვ კიდე მოუწოდებ, რომ შევეშვათ იმ ძველ მეთოდებს რა, აი და რაღაცა იმ ბიძაშვილი რო გეტყვით და მამიდაშვილის ერთი აგრონომი გირჩევთ, მეორე, მესამე, ერთი კომპანია, მესამე კომპანია, მეათე კომპანია და ყველას აძლევენ, ყველას ნათქვამს იჯერებენ, ერთი სიტყვით მიცემენ და ბოლოს არა, შედეგი გააქვთ, არა გაქვთ შედეგი. უმეტესობას ვამბობ, ეხლა ვისაც შედეგი გაქვთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ 95%-ს
სასათბურე პირობებში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, როგორც კირში, ისე პომიდორში. ეს მითიც არის, რომ კირტა პომიდორი, ახლა ჩვენ სათბურში გვაქვს ყაბაყი, რეჰანი, ასეთ პერიოდში უკვე იკრიფება და ერთი სიტყვით ისეთი პროდუქცია, რომელიც ზამთარში არასდროს არ მოყვანილა. ეს არის პიტნა, ეს არის ტარხუნა, ეს არის ბადრიჯანი, ეს არის ბულგარული. ზამთარში არასდროს არ მოყვანილა, თითქმის არავის არ უცდია. ეს ყველაფერი შესაძლებელია და მოუწოდებ კიდევ, რავი, მეგრელ ფერმერებს, რომ შედეგზე ორიენტირებულები გავხდეთ, გადავერთოთ ბოსტნეულის და ბახჩეულის მოყვანაში, როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე და ჩვენ მე მინდა უცილებლად ერთი ღია გრუნტი გაჩვენო და მოდი ცოტა მთლიან რეგიონშია და მთლიან რეგიონში წავიდეთ და ვნახოთ აბა ფერმერები ღია გრუნტზე, ხო, ჩვენი 31 მარტს რა შედეგი გვაქვს ღია გრუნტში. თუ ყველამ გააკეთებს საქართველოში და მოიყვანს ეგეთი პომიდორი, ეს არ იქნება საფრთხე. ეს ანუ რისკები არ იქნება. თუ იქნება ხარისხიანი სუპერი ხარისხის პომიდორი, მოყვანილი ნიადაგზე და აი ეგეთი შეხედულებით და რაც მთავარი არის თავისი აი შემადგენლობით, აი ნუტრიციული სახით. ეხლა როცა ეხლა იზრდება მოთხოვნა მსოფლიოში, ნუ ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ამერიკაში, განვითარებულ ქვეყნებში იზრდება მოთხოვნა აი ზუსტად აი ამ პროდუქტზე. უკვე არავის არ ჭირდება არა ხარისხიანი, დაბალი ეს იგი ბიოლოგიურად სრულყოფილი პროდუქტი უკვე მოსახლეობას არ ჭირდება. იზრდება მაგაზე მოთხოვნა და უკვე მოსახლეობა ამ პროდუქტში იხდის ფულს. ეხლა ჩვენთვის საქართველოსთვის, სადაც ჩვენ გვაქვს ეგეთი უნიკალური კლიმატური პირობები, ეს არის ზუსტად ეს პროდუქტი, ну, არა მარტო პომიდორი, უბრალოდ მსგავსი ბიოლოგიურად სრულყოფილი პროდუქტი გამოიყვანს ჩვენი ეკონომიკას სტაგნაციიდან. და ეხლა აქ ჩვენ რასაც დავინახეთ, ეს მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სუპერ სათბური. ეს არის ჩვეულებრივი რეგულარული სათბური, რომელიც მუშობს, აძლევს შედეგს. ეხლა როგორც თქვა გიორგიმ, ჩვენ არა ვართ კმაყოფილები. რა არ არის ეს იგი? რატო არ არის კმაყოფილი? იმიტომ რომ ეს უკვე ხედავს პატარა შეცდომები იყო დაშვებული და შეიძლება უკვე არა 15, შეიძლება მიიღოს 18, შეიძლება მიიღოს 20 კილოგრამი. ანუ უკვე იხვეწება ტექნოლოგიები, მაგრამ ჩვენ თუ ეს ჩვენი ფერმერები და ჩვენი მოსახლეობა დავიწყებთ აი ამ 15 კილოდან, ესეც ძალიან დიდი ნაბიჯი წინ არის. მე დაიხვეწება ამ ტექნოლოგიის უკვე შიდა ტექნოლოგიას, შიდა ჩვენ პირობებში ამ ტექნოლოგიების დახვეწა. ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ რას ვაპირებთ? უკვე გვაქვს გავლილი, უკვე გარკვეული ეტაპი, გვაქვს შედეგები და ამ შედეგების უკვე საფუძველზე ჩვენ დავიწყებთ ფერმერების ტრეინინგი. კი, ეხლა ჩვენ ვიწყებთ ეს სამეგრელოდან, მაგრამ ეს არ არის რომ მარტო სამეგრელო. ჩვენ უკვე არხის მეშვეობით ჩვენ ეს ინფორმაცია გადავცემთ უკვე მთელ საქართველოს მასშტაბით ყველა ფერმერებს. ჩვენ გავაკეთებთ ეგრეთ წოდებული ექსტენსია, ანუ ეს იქნება თეორიული სემინარები, თეორიული ეს ლექციები, ტრეინინგები და მე აუცილებლად ეს პირველი ნაწილი იქნება თეორია და მეორე ნაწილი აუცილებლად იქნება უკვე მინდორში გასვლა, ეს იქნება დახურული გრუნტი ან ღია გრუნტი, არ არის მნიშვნელობა რა კულტურაზე იქნება, მაგრამ ეს იქნება მუდმივი პროცესი. და აი ეგრეთ ჩვენ ახლა დავიწყეთ და უკვე გამავითარებთ ეგ მიდგომას და თქვენ ყველაფერს დაენახავთ ჩვენ არხზე. მარი და კახურიზეთი. და ეს არის ჩვენი საქართველო. კახურიზეთი. რეჰანი. აი ოპერატორსაც გავასინჯოთ ეს მეგონა რომ აი კიდე მთელი ისა გვაქვს სათბური. ესე დღეს დავაჯილდოვოთ ჩვენი ოპერატორი და უპირველესი პომიდორი და არ გემოვნოს. ნუ გემრიელია? ეხლა ჩვენ გადმოვინაცვლეთ ესე თქვა ცოტა მთიან რეგიონში ვართ სამეგრელოში, სოფელი ჯიხაშკარი არის ესეთი ზუგდიდის რაიონი.
სადაც ერთ-ერთი სადემონსტრაციო ნაკვეთი გვაქვს ყველა ესე გვიქადაგებდა ვითომ რომ აი ასე დროს არ შეიძლება ამ კულტურების ისა რაღაც სათბურებში უნდა იყოს, დათხოვნება უნდა გქონდეს, მაგრამ ისე და ისე კლიმატი ვიწყობს ხელს, სამეგრელოში ძალიან თბილი კლიმატი გვაქვს და ესე ვთქვათ სალათი აისბერგი მოყავს, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან მოთხოვნადი გახდა ამ სალათის აქტუალური გახდა ერთი სიტყვით საქართველოში ეს სალათი, რომელსაც ძალიან მაგარი ფასი აქვს, მაღალი ფასი აქვს, ესე ვთქვათ და ფერმერებისთვის არის ძალიან მომგებიანი. ძალიან ბევრი კომპანია ხმარობს, ძალიან ბევრი რესტორანი, იმიტომ ტურისტმა მოითხოვა, მანამდე სხვა სალათები იყო, მაგრამ ტურისტმა როგორც მოითხოვა, ესე ვთქვათ, უნდა მოვერგოთ. ამიტომ ჩვენ ძალიან მაგარი შედეგი გვაქვს დღეს ამ სალათის მოყვანაში, თითქმის მარტი გვაქვს, მარტის ბოლო გვაქვს და დაახლოებით ერთ თვეში უკვე ველოდებით სალათის მოსავალს, რომელიც სადემონსტრაციოდ გავაკეთეთ, მაგრამ დაახლოებით 10,000 ძირამდეა და ველოდებით 4-5 ტონა ესე ვთქვათ მოსავალს, რომელსაც დღეს საბაზრო ფასი 5 ლარს მინიმუმ 5 ლარია და ეს რა თქმა უნდა რო გადავიანგარიშოთ უკვე ძალიან მაგარი შედეგის მომცემია. ამიტომ ესე ვთქვათ, ეს მითიც დავანგრიეთ, რომ ღია გრუნტზე არაფერი არ მოიყვანება, ვერაფერი ვერ მოიყვანება, ჩვენივად შეიძლება დღეს სამეგრელოში ისეთი კულტურების, ესე ვთქვათ, ესე სწორი აგრონომიული გათვლებით შეუძლია მეგრელ ფერმერებს მოიყვანოს სხვადასხვა კულტურა, როგორიც ლოლა ბიონდა, აისბერგი, ლოლა როსა, რომანესკო და ასე შემდეგ. ეს სალათები ყველა შეიძლება რომ ეხლა ხონდეს. ეხლა თითქმის შემოდინება ხდება აი ამ კულტურების, არის ესე ვთქვათ კრიზისი, არ არის ფიზიკურად დღეს ქართულ ბაზარზე აისბერგი, ამიტომ ჩვენ სამეგრელოდან ერთი სიტყვით პირველად ესე დროს შეშთავაზებთ ქართულ მომხმარებელს სალათ აისბერგს. ესე ვთქვათ, არა მარტო საქართველოს ბაზრისთვის არის ეს მოთხოვნადი, მეზობელ ქვეყნებში ასეთ დროს, მაგალითად რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში მინუსებია, იქ კარგი ხანი კიდევ ღია გრუნტზე სალათი არ იქნება, ამიტომ როგორც საქართველოსთვის, ასე მეზობელი ქვეყნებისთვის ეს სალათი არის აქტუალური და ფერმერები, როცა შევძლებთ მოვიყვანთ უკვე დიდ რაოდენობებზე, არის ამის მსურველები მეზობელი ქვეყნიდან, ჩვენ უკვე გვიკავშირდებიან, რომ თუ შეძლებთ მოიყვანოთ სალათი აისბერგი, ლოლა ბიონდა, ეს არის კრიზისული პერიოდები, არის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი და რა თქმა უნდა ეს არის შესაძლებელი. მოდი უშუალოდ ახლა ჩვენ ახლოდან გაჩვენებთ თუ რა ხარისხი მოდის, რა გემური თვისებები აქვს, ყველა თანხდება იმაზე, რომ საქართველოში მოყვანილი ყველა კულტურა არის სხვა გემოთი, სხვა გემური თვისებებით, უფრო ტრანსპორტაბელურია, უფრო ძლებს და უბრალოდ ეს არის გამოსაყენებელი ფერმერებო რა. არა მარტო მეგრელო ფერმერებო, საერთოდ ფერმერებს მიმართა, რომ თუ ჩვენ არ დავიწყებთ სოფლის მეურნეობაში რაღაცა სიახლეების შეტანას, სამწუხაროდ შედეგებს ვერ დავდეთ. ამიტომ ეს სალათი როგორც ასეთი ეხლა ფაზაშია თავს იკეთებს, კომბოსტოს ტიპის თავი აქვს, დაახლოებით 400-დან 800 გრამამდე აღწევს მისი მასა და ჰექტარზე დაახლოებით 90,000 ესე ვთქვათ ძირი მიდის, 90,000 ძირი ეს არის დაახლოებით 40 ტონამდე პროდუქცია, რომელიც ძალიან ფასობს როგორც საქართველოში, ასევე ორმაგად მეზობელ ქვეყნებში. არ არის რთული მოსაყვანი, უბრალოდ რა თქმა უნდა აგრონომიული ვადები უნდა, არის ძალიან ხრაშუნა სალათი. რა თქმა უნდა შეირჩეს ჯიში კლიმატისთვის, ესე ვთქვათ რეგიონისთვის, რაც პრინციპში ჩვენ უკვე ამ სადემონსტრაციო ნაკვეთებით მივაგენით როგორც ასეთი, როგორც ჯიშს ისე, უფრო
გემური თვისებების მქონე ესე ვთქვათ პროდუქციას და თქვენ თვითონაც ხედავთ რომ ეხლა ვისაც სალათი მოჰყავს და მესალათეები არიან უმეტესობა ეხლა სათბურებში მოღვაწეობს, სათბურებში მოყავს, მაგრამ ეს ამ დალოცვიურ მხარეში და მთიან რეგიონში ვართ, ეხლა უფრო დაბლობში, უფრო თბილა, მარტივად შესაძლებელია. ისევ სამეგრელოში ვიმყოფებით, სენაკში ვართ ეხლა ახალ სოფელში, სადაც ცხელი წყლები ამოდის. აქ სხვა სტილის სათბურები შევეცადეთ, რომ გამოგვეცადა და მინდა გითხრათ, რომ ძარმაგრად გაამართლა დაბალი სათბურები, სადაც გათბობა მიდის, რა თქმა უნდა, და შევეცადეთ ისეთი კულტურების მოყვანა, რომელიც ზამთრის პერიოდში, თებერვალი, მარტი, აპრილის პერიოდში არ მოიყვანებოდა ერთი სიტყვით. ეს არის ტუნელური ტიპის სათბურები, გამოიყენება ანტალიაში, ეს არის მერცინი ადანაში, სადაც ესე ვთქვათ, მზე ათბურებს, მაგრამ იქ გათბობა არ არის. ჩვენთან აუცილებელია გათბობა და თითქმის დაბალი კულტურა, ყველანაირი კულტურა მოდის დაწყებული ბულგარულიდან, ბადრიჯანი, აი კაბაკს ვხედავთ, ჩვენ კაბაკს უბრალოდ ვხედავთ, კიტრიც ვნახეთ. ეს ალბათ პირველად არის, რომ ასე დაბალ სათბურში გათბობის გარეშე ამ დროს გამორიცხული თემა. ამიტომ დაბალი კულტურები რაც არის ფერმერს ყველანაირად შეუძლია სალათს გათბობაც არ ჭირდება. თქვენ ნახეთ, ჩვენ ღია გრუნტზე გვაქვს, ხო, ასე დროს. ეს არის 1.80 სიმაღლის და 3 მეტრი სიგანის. აქ დაბალი კულტურა ყველაფერი მოიყვანება, ამიტომ თავარია სურვილი და თავარია წამოწყება, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში, მით უმეტეს სამეგრელოში დაიწყებს ფერმერი იმაზე ფიქს, რომ მოიყვანოს ბოსტნეული და ბახჩეულის, სადაც შეიძლება საერთოდ არ შეწყდეს ეს ციკლი, სულ მოყავს. ჩვენ სამეგრელოში ზამთრის პერიოდში შეგვიძლია ესეთი კულტურების მოყვანა, რომელიც ღია გრუნტზე არ იყინება. ესენი არიან სალათები, თითქმის ყველა სალათი, აისბერგიდან დაწყებული ბიონდა, როსა, რომანესკო და ასე შემდეგ, ყვავილოვანი და ბროკოლი, სხვადასხვა კომბოსტოები, ჩინური კომბოსტო იქნება, ჩვეულებრივი თავი კომბოსტო იქნება თუ ასე შემდეგ. მწვანე ხახვი, რომელიც თქვენ ნახეთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში გვაქვს ჩვენ გადარგული და უკვე მოსავალი ასაღებია. 7-8 სეზონზე შეგვიძლია ხახვის მოყვანა. თქვენ ნახეთ, რომ ორმა თავ-თავმა, ესე ვთქვათ, ერთი კარგი კონა გააკეთა. ეს დღეს ბაზარზე მინიმუმ 50 თეთრია. 300-400 კვადრატზე 1 ტონა ხახს ველოდებით აქ და 8ჯერ მოიყვანება ძიმა. თან მინიმალური დანახარჯი აქვს მას. სათესლე მასალა ადვილი მოსაპოვებელია, კარგი სათესლე მასალა ხახვის და მას უნდა დარგვა ელემენტარული და კარგი ნიადაგის დამუშავება უნდა ერთ სიტყვით, მაგრამ შესაძლებელია. აი კაბაკის შემთხვევაში. კაბაკიც 3ჯერ შეგვიძლია 4ჯერ მოვიყვანოთ ერთ ნიადაგზე. ყვავილოვანი კომბოსტო, ამიტომ მონაცვლეობით ჩვენ ღია გრუნტზე ვაპირებთ, რომ 3ჯერ მინიმუმ მოვიყვანოთ ერთი ინფრასტრუქტურით, ერთი სიტყვით მულჩირება წვეთოვანი რჩება. ჩვენ საადრეო სიტყვაზე ვამბობ, თუნდაც აისბერგი ქონდა, ხო? ეხლა ჩვენ აისბერგს ვკრებთ. ვიღებთ აპრილის ბოლოს. აპრილის ბოლოს ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ნიადაგი, სადაც გავუშვებთ თუნდაც პომიდორს, კიტყს, ბადრიჯანს, წიწაკას და ასე შემდეგ. ოქტომბრის ბოლოს უნდა ავჭრათ ეს. გავკრიფოთ ერთი სიტყვით. და შემდეგ ყვავილოვანი ბროკოლი მარტივად შესაძლებელია დასავლეთში თითქმის ყინვა არ არის. მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია კიდევ სხვადასხვა კულტურები, რომელიც არ მოიყვანება ზამთრის პერიოდში, რომელსაც კარგი ფასი აქვს და ფერმერისთვის იქნება სასარგებლო. ფერმერი უნდა უწყვეტად უნდა იფერმეროს, ხო? ამიტომ შესაძლებელია ეს როგორც სათბურის შემდგომ ღია გრუნტზე ძალიან აქტუალურია და ჩვენ
აუცილებლად გავაკეთებთ სამეგრელოში წელს რამოდენიმე ჰექტარზე, ათობით ჰექტარზე იქნება ესე ვთქვათ ჩვენი ფერმერობით, მაგრამ ყველა დაინახავს, რომ სამეგრელოშიც ღია გრუნტი იქნება ძალიან აქტუალური, ძალიან მოსავლიანი. ხელი შეუწყოთ დაბალი სათბურების გაკეთებით, ეს არის მარტივი კონსტრუქცია, ზომები უნდა იყოს დაცული, რომ თავები იღება, განიავება, ეს უბრალოდ ინჟინერია, პატარა ზომები დაცული და ჩვენ ჩათვალეთ 10 პლუს 10 ლუქნით მას თუ გარეთ ნულია. სალათს თითქმის თვე ნახევარში აჭრის ფერმერი ჩითილის გადატანიდან თუ მას პატარა გვირაბის ტიპის სათბურს გაუკეთებს. ეს არის მარტივი კონსტრუქცია, შეიძლება თხილის ჯოხებითაც ამის გაკეთება, ეს ყველაზე ისე ცუდ ვარიანტში, კარგი ფირის გადაკვრა ზემოთ და ის ინარჩუნებს თავის ტემპერატურას, რომელიც სალათს უნდა. მაგალითად, აისბერგს პირიქით სიცივეც უყვარს. ისე სხვანაირად არ მოდის. ამიტომ თუ აგრონომიული მიდგომების დაცულია, შედეგის დადება არც თუ ისე რთულია, როგორც მიაჩნია დღეს ქართველ ფერმერს. დღეს ჩვენი გადაცემა ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ არ მგონია რომ ეს იყოს თქვენთვის მოსაბეზრებელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემებს ჩვენ შევეხეთ. პირველ რიგში ჩვენ მუშაობთ იმ საკითხებზე, თუ რა შეიძლება იყოს მოყვანილი მაგალითად სამეგრელოში. იმიტომ რომ ის პროდუქტები, რასაც სულ იყო ლაპარაკი, როგორც არის თხილი, სიმინდი და ასე შემდეგ, ეს არ არის მარტო ის, რასაც შეგვიძლია მოვიყვანოთ აი ამ დალოცვილ კუთხეში, ამ დალოცვილ კლიმატურ პირობებში, ამ მიწაზე. ჩვენ გვინდა რომ მაგალითებით გაჩვენოთ პოტენციალი არა მარტო კულტურებში დასახელებაში, ეს არის პოტენციალი თითო ფერმერებისთვის, თითო ოჯახისთვის, რა შემოსავალი შეიძლება მიიღოს ფერმერი ამ მუშაობაში. იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ეს მითი არის, რომ აქ რაღაც არ მოვა. არამედ ეს არის მითი, რომ საქართველოში არაფრის კეთება არ შეიძლება და ხალხი გარბის სოფლიდან ქალაქში, ქალაქიდან გარბის საზღვარგარეთ. მე მგონი, რომ აი ამ გადაცემებით, ამ მაგალითებით ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ ფერმერებს, რა შეგვიძლია ვაწარმოოთ, რა შემოსავალი შეიძლება მიიღოს თითო ფერმერი, თითო ოჯახი და შესაბამისად რა პროდუქტი შეიძლება მიირთვას უკვე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში, რა სიკეთე და ფაქტობრივად ჩვენ უკვე ვამტკიცებთ, რომ ის წამალი, რასაც ჭირდება ადამიანს, ეს არის ის პროდუქტი, რასაც ადამიანი ჭამს და არა ის ქიმია, რასაც ეხლა ვიცი ყველა ჩვენ გადავედით ამ ქიმიებზე. ნახოთ რა გამოგვივა და მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტი არის, უკვე 31 მარტს აქ არის უკვე სალათი აისბერგი, ერთ თვეში უკვე იქნება მზად და გავა თაროებზე შიდა ბაზარზე. რა პამიდორი თქვენ ნახეთ, ჩვეულებრივი ფერმერი, როგორც არის ჩვენი გიორგი გაბუნია, რა მოყავს, რა ხარისხი და რა გემრიელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შედეგს მივაღწევ.